ომის დროს ევროპის მრავალ ქვეყანაში გადაისროლა ბედმა საბჭოთა ტყვეების ცალკეული ჯგუფები. ასე აღმოჩნდა ჰოლანდიაში სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებიდან შეკრებილი ქართველ ტყვეთა ბატალიონიც, რომელსაც გერმანელების სანაპირო სიმაგრეების მშენებლობაზე ამუშავებდნენ. ბატალიონში შექმნილი არალეგალური ცენტრი მჭიდროდ დაუკავშირდა ჰოლანდიის წინააღმდეგობის საბჭოს. მიუხედავად დიდი კონსპირაციისა, გერმანელების უნდობლობა ტყვეებისადმი დღითიდღე იზრდებოდა და ბოლოს მათი სრული იზოლიაციისათვის გერმანელებმა ქართული ბატალიონი ჰოლანდიის პატარა კუნძულ ტექსელზე გადაისროლეს. Ganze Abteilung, Kiel! Alle Augen zum Galgen! Leute, halten Sie fest hier! Aufhören zu quatschen! გიორგი, შენ და ოთარს რეზო გეძახით. თქვენ არ გააპარეთ ის ბიჭები წუხა. რომ მე ჩვენს თვალწინ ჩურჩხელები ვით ჩამოეკიდათ. რომ არ არის საწყობის გადეხა ხუთკაც დაბრალებოდა და რა მთელ ბატალიონს. Zurück. Halten Sie fest hier! Aufhören zu quatschen! გაქცევები აკრძალეთ. ერთიანი ძალა შევინარჩუნოთ. რეიშმაკებისათვის ინარჩუნებთ ამ ძალას. დროზე არ მოგვეცით აჯანყების ნება. წინააღმდეგობის საბჭომ აგვიკრძალავ. ასეც რომ იყოს. მათი ჭკუის საკითხები რა გვჭირდა? რა თქმა უნდა. შენ გვერდით ყავდე და ჭკუას სხვას ვეკითხებოდე. ნამდვილი ვაჟკაცები ფრონტებზე იხოცებიან. ჩვენ კი ბეტონს ვზელთ. ტრის ბუნკერების ასაშენებლად. მოკლედ. მე დღეს ვევიწყებ აჯანყებას. აქვე, გემზე. ვინც ხელს შემიშლის. პირველ ტყვიას მის სახელს დავარქმევ. სიკვდილი თუ გინდა, აგერ კედელი და ურტყი თავი. აჯანყების დღე დადგება და შენ იმ დროისაც ვიყავი მზად. ახლა კი ამ ნაწამებ ბიჭებს ასე სულელურად არავინ დაგაყუპინებს. გამატარეთ. გამატარეთ მეთქი. Era საკუთარი მანანივი ჩაკეტე შეგაც. აქ არ მუშაობს.
არავინ შეუშვა. მოერი ეთქო უსინი საებო. თქვენ სამით ლაჩარი რომ არ აქვს, იმიტომ ხო? მოერიე? და ვერებით ერთმანეთს ურიახ ამოსიცას. ვინ დაგერია ბიჭო შენ? ამ წრინდ მოშო მოხსიმ შეიყვები. ამათ განისწავლე ხომ? ეს არის ყოფა დავითონ. კარგი ახლა რაც იყო. მაგრამ ეს კაცი რო შემოგვიერთეს ბოლო დღეს. არ ვკითხოთ ვინ არის? რა მოგზანდიდი ის უჩუმად ხარ ბიჭო შენ? სადაგან მოვიყავი? კრუშინადა. მანამდე სად იყავი? მანამდე სახლში დაგენაცვლე დედაჩემთან. ებრელი ხარ ბიჭო? არა, მიშა მქვია. ამ შეგაშინა მოშე. შედი გამყიდველი ჩვენში არ მოინახება. მოსახლეობის საყურადღებოდ. კუნძულზე ჩამოდის კავკასიური ველური ტომის ბატალიონი. მოსახლეობის უშიშროებისათვის კატეგორიულად ვკრძალავ ბატალიონთან ყოველგვარ ურთიერთობას. გერმანული გარნიზონის განლაგებისათვის ზღვისპირა სოფლები გადასახლდეს კუნძულის სიღრმეში. სანაპირო გამოცხადდეს დახურულ ზონა. ჩავადოინეს ფეხი ამ საწოლი ხალხის დაძიებაში. ვაწიოგებ თუ ეხმარები? კი, ეხმარებით საკუთარი ბუდის მოშლაში. თუ ჩვენ თოშისაც ასე ეხმარებიან ახლა? აღარ ისებიდო გერმანელების ჭორებს. აბარა. მოღალატეები ხართო და. მე შენ მოღალატე ხარ? მოღალატე კი არა მეცის ხვიდა, მაგრამ არ გამაჩერეთ ამ ჩემთვის ხვიში. ეს თითი თუ ასე ჩამოდის ხვევით. ზევი დადარადის, ჩადე. Sie haben vergessen.
თავად ცხენივით ფეხზე გძინავს, მოშე. ვერ ისწავლე ხომ ამ კაცის სახელი? ო, ბოდიში, მიშა, რას გახარებულ ხართ, ა? ფას გავს ქეროდი ბიჭო. ამ კენტერებზე რომ შემოუწყვრიათ ეს კეცივით ნაღმები, რომელი გიჟია ბორჯიგდება ზეთ, მაინდა-მაინც უნდა ფეთქნეო. ნავების სასაფეთქებლად აექ სიფიტო, ნავების. ნავი ბიჭო, შაშვი გიერა. რა უნდა, ჰაერში? ზღვის მიქცევა სკოლაში მაინც არ გისწავლია? მიქცევა არა, მაგრამ და გაქცევა მესწავლა რომ შეგვეშია ახლა. აიოს. გაქცევისას კი ერთი ამისანაც რო ხარო წამაყვანია ხედა. ხარაგორში ჩამაყვანია. შენი თავი რომ ჩაგაყვანა. ხარაგაულის ყებალზე, აქაური რძე თუ არ დააყოლეს, მაგის ბაბავშება ის. ჯერ ხო არ წამიყვანია შეგაიგასო და რა ყველა გამეტირე და მეძრო. რა კაცია. ეს მიდა, ვიდეო. ამ დამთხეულს მალე ჩაექცევა ჭაჭები, აბა რა მოუვა. ხოჩა სიმონა ძალიან თავგამოდებული მუშაობ. ისე მუშაობს, თითქოს საკუთარ ნაჯას აშენებს. ამის და გერმანიის ქონება რამ გაყო? მიდი სიმონა, მიდი. მუშაობ სიმონა. რატომაც არა? მოღალატე ვარ და ვმუშაობ კიდეც. ხომ ვარ მოღალატე? არა. მამა გოუგულაგეს, მოღალატე ხარო. კი. ხო და ახლა თურმე თვითონაა მოღალატე თქვათ რომ ჩავარდა. არა ძმო, ნამდვილადაა მოღალატე. მაგას რო დაუკარგავთ. მოღალატე აბა რა. ხო და თუ არ იქნები კიდეც. ო, უნდა იყო აბა როგორ. არ გაწყობთ ჩემთან ლაბარაკი რა? დამიბრუნეთ მამა ჩემი 1000 ცხოველი და მერე მელაპარაკეთ. სულ თოხლი და ჭედილა იყოს თუ ბატკნებიც გაურიო. სიმონა ბატონო. Wohin gehst du denn? Schmeiß den Stamm einfach hin, das geht doch nicht. Los, nimm ihn. ნუ შენი თავი მომწახლე მყუდრო ადგილას. Schlepp ihn weiter. Es scheint, dass für unser Kommando kein Zuckerschlecken ist. Ja, wenn man die eine Hälfte unserer Garnison an die Front schickt, so wird die andere Hälfte mit diesen Halsabschneidern... ალბათ ძალიან უჭირს ჩვენს სარდლობას თუ ჩვენს გარნიზონზე დაუდგათ საქმე. Und außerdem besteht... გარნიზონის ნახევარი თუ ფრონტზე გავგზავნეთ, ძალიან გაგვიძნელდება ამ თავზე ხელაღებული ტყვეების მოვა. Sie möchte nach Paris. Langweilt sich hier. პარიზში თხოვლობს წასვლას. აქ მოეწყინა. Auch verständlich. Eine junge, hübsche Frau und so eine ვერ გაამტყუნებთ, ახალგაზრდა ქალია. Ich kann sie nicht fortlassen. Sie ist არც ვამტყუნებ, მაგრამ ვერ გავუშვებ. სხვა აღარავინ ამყავს. vielleicht Sie für irgendetwas interessieren. საქმეში უნდა ჩააბათ. არტილერისტობა ვასწავლო. Soweit ich orientiert რამდენადაც ვიცი ენების სწავლა ემარჯვება. დააინტერესეთ ქართული ენა შეისწავლოს. მაშინ იმათი ნაწერი ქაღალდის არც ერთი ნაკლეჭი აღარ იქნება ჩვენთვის საიდუმლო. Sympathie der Inselbewohner zu მოსახლეობის diesen სიმპათია Gefangenen ტყვეებისადმი ძალიან გაიზარდა და თუ რაიმე არ ვიღონეთ, რას გვთავაზობთ? Wir könnten die Gefangenen gegen die Bevölkerung als Straftrupps einsetzen. Ihnen Waffen anvertrauen. ტყვეები უნდა გამოვიყენოთ კუნძულზე დამშელ Vertrauensvoll ist რაზმებად. wie eine MP und nur für ein paar Stunden. Sonderbar. საინტერესოა. Das mit der georgischen Sprache haben Sie nicht schlecht ქართულის ausgedacht. სწავლაც კარგად მოგიფიქრებიათ, მაგრამ პედაგოგი Unter den ყველა Gefangenen შორის ერთი ფილოლოგიცაა. mit dem Namen, nun, wie heißt er noch? Ein Moment. Mi. Michelangelo! Hierher! Los, mach schon! Geht schon an die Arbeit! Los, mach schon!
wollen die Boote wegnehmen. გააფრთხილეთ ყველა. ხვალიდან მოსახლეობის ყოველგვარი ტრანსპორტის კონფისკაციას აპირებენ. ოთარ. Nachts hat man 6 von uns geschnappt. Ab morgen ist Verbindungsmann der alte Corneli. Wie kommt in Zone? Sein Sohn Andres Andres ist დაიჭირეს. უთხილდით გარნიზონის უფროსის ქალიშვილს. Nazi, რაც შეეხება აჯანყებას კომიტეტი ჯერ არ თვლის შესაძლებლად. Er hat es gewagt, das Grat anzufassen. Vortreten! Nun, wird's bald? Du, auf dich warte ich hier. Brauchst dich gar nicht umzudrehen. რა გითხრანი? რაციით დაკავშირებიან მატერიკს. დავალება სანაპირო უნდა განაღმოთო. Das Frühstück ist fertig. Danke. Möglicherweise reicht das für heute, Herr Professor. Gwekopapa, Tone Professor, Tone Professor. Könnte man nicht, wenigstens jetzt, ertarnt, wie sausmat. Weil deine schöne Amhanageli sind ohne Bifsticks. Kargi, bleib einfach so. Ich sehe wieder Parakot. Über dein Georgien, das sonnenüberflutete Land. Schön Sakartvelo. Zum Beispiel, was machst du Sakartvelo Shiro? Dabrundebi. აეროდრომზე წავალ. ჩავждები თვითვრინავში. ფლუგზეიგ. და შენთან გადმოფრინდებ. Das wirst du nicht tun. Ich dir. Armokson war. Umsonst die Haare. ყველა შევიღებეთ მები. სულ ერთი არ უგავარ ქართულ ქალს. შენ მე არ გიყვარვა, შენ მე გჭირდები მხოლოდ როგორც ქალი. ამ ქვეყნად ყველას თავისი დანიშნულება აქვს. სხვას არ ვაპატიებდი, მაგრამ შენ ხომ არიელი ხარ? არა, მე იმერელი ვარ. იმერელი რაღაცა? არიელის უფრო განვითარებული საფეხური. არიელის ზევით მხოლოდ ღმერთია. იმერელი არიელისა და ღმერთის შუა. Und trotzdem, was würdest du tun? მართლა, რას იძლ პირველად საქართველოში რომ ჩახმა? გადავბუგა მთელ საქართველოს. Nein. Du musst unbedingt... არა, შენ მხოლოდ კომუნისტებს და ებრაელებს გაჟღებ. Und wenn dein Vater Kommunist... მამა შენი რომ იყოს კომუნისტი? მოვკლავდი. Ich hätte meine... მე მამა ჩემს ვერ მოვკლავდი.
მე კი დიდი სიამოვნებია. ის ხომ კომუნისტი არ არის? კომუნისტი? სამწუხარო. Warte, so. Du machst dich immer über mich. სოსო, შენ მე დამცინ. Ich bin sehr... ძალიან სულელი ვარ, არა? Ja? Es kommt mal vor. Aber ich... შეძლებს და გვარა. Namazi. მაგრამ ხომ ლამაზი ვარ. ძალიან. Oh, ich meine, die richtige Frau soll hübsch und dumm sein. ქალი უნდა იყოს. Namazi da Suleli. Aber nicht besonders. იგია. მე წავედი. Здесь сказано, что грузины тоже христиане. Да, господин майор, с начала IV века. О, это значит на 6 века раньше, чем даже немцы, я? Древняя культура. Да, древняя культура. Потому у вас такое гуманное отношение к голландскому населению, правда? Не замечал, господин майор? Вы не замечал. Мы замечал. Herr Major, das Schiff ist bereits eingelaufen. Gut, danke. Das genügt. Das genügt, verstehen Sie? Пароход пришел. Завтра надо отправлять на фронт 800 человек. Сколько солдат в вашем батальоне? Ровно 800. Вы не захотели умирать за свою родину. Зачем умирать за чужую родину? Я нашел выход. Вместо вас мобилизации голландский молодежь этого острова. Сегодня вечером вы получите форму немецкой армии. И с 2 часа ночи вы приступаете к мобилизации. Нам, господин майор, конечно, лучше мобилизовать голландцев, чем идти на фронт. Но без оружия судите сами. Топорами зарубить население. Оружие получите вместе с формой. Весь батальон. 50 человек. Как раз это и хотел я сказать. Лично я не всем доверяю в батальоне. Но надежных 200 человек подобрать, думаю, удастся. 50. Все. Операцию закончите до утра. А утром на площади Денбург ваш отряд расстреляет 6 голландец, которые сейчас в тюрьме. 6 патриотов, как русские говорят. Можно уходить. Простите, господин майор. Такая мысль пришла мне в голову. Если была бы выпивка, я сказал бы ребятам, что сегодня день моего рождения. Операция сложная, а выпивший человек более смелый и жестокий. Только не напиваться, как швайн, как свинья. Слушаюсь, господин майор. Ой, помогут сюда. დაგვეწვიეთ ბატონო ანდრეს. Γιώργη, ხო. Bitte zum Tisch. Bitte sehr. ხო. კარგით მოგატყვა. Danke. ძველი გეგმით ეგლაწირაკი ჩემი იყო. მაგას ხელი არავინ ახლავს. კორნელისის ვაჟია. საერთოდ არც ერთი ჰოლანდიელი ჩვენი ხელით არ მოკვდება.
დაჯექი. ჰოლანდიელ ნაცისტებს თვითონ ჰოლანდიელებმა მოუარონ. ზუსტად ღამის პირველ საათზე, როცა დენბურგის დიდი ზარი დარეკავს, ჩამოილიან გერმანელი გამცილებლები ავტომატების დასარიგებლად. არც ერთი გასროლა. მხოლოდ ცივი არავით. პირველ რიგში უნდა განადგურდეს ყველა სატელეფონო პოსტი, რადიოკვანძი, რაცია. საერთოდ ვის რა გვევალება, ხო უნდა ვიცოდეთ. ვის რა ევალება? ამ ხრივ მატერიკზე დადგენილი ძველი გეგმა რჩება ძალაში. ბატარეები? ხო, ეგ ყველაზე ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელია ეგ შესვლა. ბატარეებთან მხარზე გადებული ნიჩვებით მივალთ. თვითონ მიწის სამუშაოების დასამთავრებლად. იქ ხამის ცულაში არასოდეს გვიმუშავნია. დარეკენ და შეამოწმებენ. სანამ შეამოწმებენ დარაჯები მოიხსნება. თავარია სადარაჯომდე მის. ნავსადგურში რომ გემიდგას შენ გევალება. კომენდატურაზე თავდასხმას სოსო ითავს. ბარემ გარნიზონის უფროსი და მისი ქალიშვილიც სოსო მითავს. იქვე არ ცხოვრობენ. ნაუცფათები გამოდის ყველაფერი. მოფიქრების დროც არ აქვს. ესე იგი, ხვალ მოსახლეობას დავერიოთ და ზეგიდან დავიწყოთ ფიქრი. ამას ფიქრი კი არა. კლავი უნდა. ხო, რა თქმა უნდა. თვითონ მოვკლავთ 5 გერმანელს. მე შენ გეტყვი, ვინმე გვაკადრებს და ტყვია შემოგვიბრუნებს. ვისაც ჩვენ ვერ მიწვდებით, თვითონ მოიკლავენ თავს. ეგება ხელი შეუწყოთ ბიჭებსო. იქ უნდა მოგეწყო იქ, მატერიკზე. მოსახლეობაც აყვებოდა, ტერიტორიაც დიდი იყო. აქ სადგარბი ხარ. ან ვისი იმედი გაქვს? ამ გალსტუკიანი გლეხების ჩაყვადანაც რომ არ უდევ ჯიბეში. ამა თუ ნავანდოთ ახლა ასეულები. ნუ გეშინია ზამიგო. აღან კაცური სიკვდილის უფლება მივიღეთ. ჩვენი ასეულები ახლა არავის შეგარცხვენთ. ამ დღეს ველოდი და ახლა მინდა იხებს უგან. მაგრამ თავს თუ მოვიტყვიეთ. ჩვენ შორის ალბათ ამბის წამღების არავინ დარჩება. აბა, ჩავაწოთ პური ჭიქაში და დავლიოთ ჩვენი შესამდებარი. ასე ხო? ხო, ჩავატყო დიახ. სხვა არჩევანი არა გვაქვს. ხვალან ჯალათები უნდა გავხდეთ. ან დავიღუპოთ ვაშკაცებად. მოდი იარაღის საწყობზე თავდასხმად მე დამავალე გიორგი. Was ist denn hier los? Der Major hat es uns erlaubt, Herr Unteroffizier. Heute ist mein Geburtstag. Das ist unmöglich. Heute kann nicht Ihr Geburtstag sein. Warum nicht, Herr Unteroffizier? Weil heute mein Geburtstag ist. Oh, ich gratuliere, Herr Unteroffizier. Oh. Ihr Hoch. შეუძლებელია შენი დაბადების დღე იყოს. რატომ? მაგასაც დღეს ქონია დაბადების დღე. და იმიტომ შენი დაბადებაც კი. მე ვლოცოდა ბიჭებო. Solch ein politisches Idyll. Ein deutscher Unteroffizier und ein Gefangener trinken gemeinsam. Nur einschenken. Wir sind also an einem Tage geboren. So ist das, Herr Unteroffizier. An einem Tage, ich und du. In diesem Falle trinke ich auf meinen Geburtstag. რაო, ეს ჩემი დაბადებისა იყოს. Und dies auf deinen. ეს კი შენია. გაინცეთ. Heil Hitler! Heil! Heil Hitler! Heil! Sieg! Heil! Sieg! Heil! Sieg! Heil! Sieg! Heil! Sieg! Heil!
მოდით ბიჭებო. ამაღამდელ ღამეს გაუმარჯოს. ჩემი დაბადება გამოვიგონეთ. მაგრამ ამაღამ ყველას დაბადება ყოფილიყოს. ამაღამ სიკვდილსაც დაბადება ერქმევა. მოიგეს ბიჭებმა ფაშისტური ფორმა. რა უჭირს მე? ფაშიზმი კეცი კი არა, და ისე მოსით რომ გადმოგედოს. სწორია. სოსიკომ ახლა იმ გოგოს კაბარ რომ შეიცვას. დაურსულდება თუ? აბა, გარნიზონის უფროსი სიცი არ მიწყენინოთ. ვიცი, ახლა მაგის იმამ დიჩემებს, ჩემ შვილიშვილებს გერმანული სახელები უნდა დავარქო. სოსიკა კი ქართულ სახელებზე გაიკაჭება. რას ვიცინებ? ეს თქვენი ღლაბოც თუ დამიჯდა ერთკვიათ შუბში. შეხე, სვავი ვით არ მოდიან. არსენას ლექსივით ზეპირად ვიცი უკვე ეს კინო. კი, ამოვიდა კოტროლში. ადამიანის დროსაა გადაღებული, თორემ იქნებ მოიტეხეს კისერი უკვე ფრონტზე. ვინ იცის? იქნებ ბერლინსაც ბომბავენ ჩვენები. რას გაიგებ, რა ხდება ფრონტებზე? რაც ის ჰოლანდიელი ბიჭები დაიჭირეს, ხმა ვეღარავინ მოგვასპინა. ხარგულში ერთი გიჟი დადიოდა დანიელა. Parkwagen gekomen Zinat. Einmal in der Notzeit verfehlen sollte. ზუსტად ამ სიგანე მუხის ფიცრები ქონდა მამა ჩემის სახლს რომ დაშალეს. სამად დახერხეს. სამი ერთნაირი სახლი გამოვიდა. შენ რომელი გერბო? ერთ სახლში კანტორა გახსნეს. მეორეში საავადმყოფო. მესამეში სკოლა. რას ერჩი მე? მამა ჩემის ხარჯზე ხომ? ვიღაცის ხარჯზე ხომ უნდა ყოფილიყო? რატომ მამა შენის არა? მამა ჩემი სახლი რომ სამად გეეხერხათ, ბიჭო. სამი საქათმე გამევიდოდა. განა არ ვიცი რაც გახატიათ გულზე. იმით ამ დანაღმულ ნაპირზე არც ერთი გატენილი ნაღმი რომ აღარაა ისიც ვიცი. გაზეთი ელორობ გამოდის სადღაც და მოწოდებებს კითხულობ ჩუმჩუმად ისიც ვიცი. პროდუქტების საწყობი რომ ცარიელია. ჰოლანდიელებს რომ გაატანეთ. ეს იმათ არიციან, თორე მე კი ვიცი. აჯანყების უფლებას რომ თხოვლობდით სამჯერ და წინააღმდეგობის საბჭომ რომ უარი გითხრათ, ისიც ვიცი. ამაღამ რასაც აპირებთ, ისიც ვიცი. გადმოიტაკეთ. შეტრიალდი. ზურგში სროლა რა ვაშკაცობა. გულში მესროლე, ქართველი არა ხარ. არ გაბედო. თუ ყველაფერი იცის და არავისთვის უთქვამს? ნუ უშლი ძამიკო, მე ისედაც მკვდარი ვარ. თქვენსავი დაჭრილი კი არ ჩავარდი ტყვედ. თვითონ ჩავბარდი.
ვიფიქრე მოდის მეთქი საშველი. ამათვის გავხდი მოღალატე. მაგრამ ნახე მე ბანაკებში ამათი კაი კაცობა. გაგყიდით ნამდვილად. მაგრამ ამათთან ვერა. მაინც ჩემიანები ხართ. სახში დასაბრუნებელი პირი აღარ მაქვს. და ამათთან ყოფნას ისევ შენი ტყვია მისჩვენია. შეპირუტყო შენა. მეცროლი ახლა. მაგრამ ვინ მოხცა მაგისი ვაშკაცობა? ფეხი არ გაადგე, თხორემ გესვრი. ვერ მესვრი. პირველ საათამდე სროლის უფლება არ აქვს. ეგეც ვიცი.
beginnt der Wein. Წადი აქედან თავს უშველე, დაიმალე სადმე. Rambayene. Koni batareებიდან ისვრია. მოგახსენებთ, რომ გემი ჩვენს ხელშია და მზადაა გასასვლელად. გემი არა და ერთი კარგი ნავია საჭირო. ინგლისში უნდა გავაგზავნოთ ბიჭები. ხილად გივი. ხილად, ალბათ ინგლისის სანაპიროც დანაღმულია. იმ ღამეს 4 ქართველი და 4 ჰოლანდიელი მაცნად გაგზავნეს ინგლისისაკენ. რა იცოდნენ მაშინ ქართველებმა, რომ ნავი მშვიდობიანად გადასერავდა დანაღმული ლა-მანშის სრუტეს, მაგრამ აჯანყებულებს დახმარებას მაინც არავინ აღმოუჩენა. ამხანაგებო, ამ სისხლიანმა ღამემ გამარჯვება ჩვენ მოგვიტანა. მოკავშირეთა დესანტისათვის განთავისუფლებულია მნიშვნელოვანი სტრატეგიული პლაცდარმი. გერმანელთა გარნიზონი განადგურებულია. მაგრამ გადარჩა 2 ბატარეა. ბატარეებში მტერი გაფრთხილებული იყო. გარნიზონის უფროსის ქალიშვილმა შეატყობინა მათ ჩვენი აჯანყების შესახებ და მოულოდნელმა ცეცხლმა ასე უაზროდ იმსხვერპლა ამდენ ჭირვარამ გამოვლილი ჩვენი თანამებრძოლები. ყოფილ საბჭოთა მებრძოლს სოსო მიქელაძეს, რომელმაც არ შეასრულა საბრძოლო დავალება და ცოცხალი დატოვა მტერი, საველე სასამართლომ დახვრა და მიუსაჯა. მოემზადეთ! ცეცხლი! ამა ჩემს უთხარით. ბრძოლაში დაიღუპა თქვა.
მართლა დიდებული ხალხი ყოფილან აქაურები. ესენი მერე ასე არ დატოვებენ ჩვენ ბიჭებს უჭურჭლად ჩაყრილებს სილაში. არა და ბიჭო რა შობია კარგად მოვლით სასაფლაოზე კაცურად გასვენებას არის. გამარჯობა. მადლობა. მოდით ამით ბიჭებო ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს. იმათაც გაუმარჯოს, ვინც ახლა უკვე ბრძოლის ველზეა. იმათ უსახელო საფრთხეებსაც გაუმარჯოს, ვისაც ახლა უკვე ტყუილადელია. ჩვენს მასპინძლებსაც გაუმარჯოს, ვისაც ახლის კარი და გულის კარი უდამღია აქვს სასიკეთოდ. თქვენი გამარჯვებისა იყოს ზიან ორნელის. მეთაურები აქ ახართ და უთხარით ხალხს, როდის წავალთ სახლში. ალბათ როცა ომი გათავდება. ხანდახან კაცი რომ უფრო ადრე თავდება, ვიდრე ომი. სამწუხაროდ. ბიჭებო, ხომ ხედავთ ის სახსალამათი გემი? როგორ ტორტმანებს ნავსადგურში, ჩვენი გულის გასაღეთქა. იმასაც ხომ ხედავთ, რომ ინგლისელები არ მოდიან. და რა ვქნათ ახლა? უცადოდ სანამ გერმანელები დასანს გადმოსხამენ. და თითო-თითოდ არ ჩამოგვარიგებენ ხისტოდებს. სასტრაფოდ გემზე და ინგლისისაკენ. რეზო მართალია. რაც მარტო მე ვნახე ტანჯვა და წამება. თელ ჩემს სოფელზე რომ გამენაწილებია, ყოველი გლეხი ამ სისხლცემლით იქნებოდა, მაინც სატირალი. ასე არ ხარ თქვენ სულ ყველა? ძაღლი ვარ თქვენ, იქ ჩემთვის, მაგრამ მართლა ძაღლი კი არა ვარ, ეს ოხერი. ხანდა თქვენ ბიჭო, თოხის ტარის მაგივრად მაგ ცვირკინა რო გიჭირავთ. ამდენი ხანი, აღარ გაყოფათ ბიჭებო. მამა ვარ, ბიჭია, მამა. მომენატრა შვილები და ავთნა ახლა. ხოდა, დავსდეთ ახლა გემზე და გაუტიოთ სახლებისაკენ. ხოდა, რას უსტით მერე? აგერ გემი და აგერ ჩვენ. ამისთვის მოვაწყეთ აჯანყება. აჯანყება მე თუ მკითხავთ. სულ არ უნდა მოგვეწო. ესე იგი, დამსჯელდაც მბად გვემუშავა. გაგვეხრიდა, გაგვეცაცა ხალხი. ანდა ფრონტზე გავეგზავნეთ, ჩვენები რომ დაგვეხოცა. რატომ ბატონო? მივიდოდი ფრონტის ხაზზე და გადავიდოდი ჩვენების მხარეს. შენ კი გადახვიდოდი ჩემო ბიძია, მაგრამ ეს გერმანელი გიშვერდა? ზურიკოს მაგაზე აღარ ვფიქრია დაგერაც. მაგაზე გორია ყველას ერთად გაგვიშვებდა, ხელი ჩაკიდებულებს. მე ვამბობ, არ უნდა ავჯანყებულიყავით მე. მაგრამ თუ ავჯანყდით, ახლა ინგლისში წასვლა გაქცევას ნიშნავს. სიკვდილს უნდა გაექცე თუ შეგიძლია, აბა? აბა რა? მოკლედ, ჩვენი ვალი აქ დარჩენა. მე აღარავისი ვალი არ მაქვს. არა. მე ამ პატიოსან ხალხს შვილები გადაურჩინ. ახლა ჩემო ორბით წმინდა გადაურჩინო მამა. წინადადება შემომაქვს. ეს ვაჟბატონი გადაეცეს საველე სასამართლოს. შენ რასულ საველე სასამართლო გაკერია ენაზე? გავასამართლოთ, დავხრიტოთ. რას გვიტუტურებ ამ თოფის ლულას შეგაიკაცო? შენ თვითონ რომ არ ჩავარდნილიყავი ტყვეთ და მერე ჩვენ ჩავარდნილიყავით შენ ხელში, ალბათ მართლა დაგხრებდი სულ ყველას. წყნარად თქვი ბიძია. არ ღირს წასვლა თქვა, კეთილი და პატიოსანი. მაგრამ მაგ უკადრის სიტყვას ნუღარიტყვი. მართალია გიორგი აქ არ არის, მაგრამ შენც ხომ ბატალიონის მეთაური ხარ? რეზო მართალია. ჩვენ აქ მართლაც აღარავისი ვალი არ აგვაქვს. ხოდა გაეცი ბრძანება, დაიყვანე ბატალიონი გემზე. მაგ ბრძანებას არავინ გასცემს. ბატალიონს სასიკვდილო განაჩენს არავინ გამოუტანს. ეგ გემი ინგლისში ჩამსვლელი არაა. გემი მზათა, მე თვითონ შევამოწმე. სრუტე ხომ მთლიანად დანაღმულია. მაშინ ბიჭები, ინგლისში რომ გაგზავნეთ, სასიკვდილოდ გასწირეთ, არა? 8 კაცი გავგზავნეთ კუნძულის და ბატალიონის გადასარჩენად. ახლა კუნძული და ბატალიონი რიღასთვის გავწიროთ. დაიწყო. შეუდგნენ საარტილერიო მომზადებას. მალე ამას დესანტიც მოყვება. ხოდა გაეცი ბრძანება, დავარდეთ გემზე. მაშინ სვინეთ ჩემი ბრძანება. გემი წამსვლელებმა დასტოვეთ კუნძული. იმეორე. გემი წამსვლელებმა დასტოვეთ კუნძული.
არა ძმოარა. ჩვენ ამათი მომრევი არა ვართ. ეს ის დესანტი არ გეგონოს ამას წინათ რომ მოვიგერიეთ. დესანტის შეჩერება შეუძლებელი ხდება. ასე რომ პარტიზანულ ბრძოლებზე უნდა გადავიდეთ. ინგლისელების მოსვლამდე როგორმე უნდა გავძლოთ. დაიყავით უცეულებად. ყოველ უცეულს დამოუკიდებელი მოქმედების უფლება. ტექსელი მთლიანად ოკუპირებულია გერმანელთა სადესანტო შენაერთების მიერ. ამ იერიდან თუ რომელიმე მოსახლის ბინაში ნაპოვნი იქნება სამხედრო ტყვე, კარნიდამო მიეცემა ცეცხლს და ოჯახის ყოველი წევრი ჩამოხრჩობილ იქნება. Halt, keine Bewegung! Nee, nee, nee! Meine Herren, het was arrestat onder bescherming van het Rode Kruis. Zo! Bevel is bevel. Meneer de dokter, wees rustig. Er zijn er hier niet zoveel. We zullen gauw klaar zijn.
Raus! Los, los, du altes Pack. So wird's bald. Nein. Los, haut schon ab, ihr Nurlein hier! Hier oben die Zähne! Tempo, tempo! Familie! Zurika. Bravo, Avki. Dankeschön. 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 Წყალი. ეს ანიზი გადმოუცია. რაო, რას გწერს? გიორგი გვავალებს, მოსახლეობას რომ ხიფათი ავაცდინოთ, საჭიროა დაუყოვნებლივ დავტოვოთ აქაურობა და ტყეში გავიხიზნოთ. Hoeveel zijn het, hè? Hebben ze wapens? რამდენი არიან იქ და იარაღი თუ აქვს? Raak ook. თან მიზანს არ აცდევენ, ეს შენს კარგად. გასართობად ქალიშვილიც მიუგდე. სახლები ვიდახოცა. Wat zeg ik? Hier met je revolver. Geef onmiddellijk, geef hier dat ding. Mein Herr Cornelis, wir müssen gehen. ჩვენ წავალთ ბატონო კორნელის. Leg de boot aan. ანდრის ნავი მოაყენე. Met hem komen we er wel doorheen. Herr Cornelis, bringen Sie uns bitte zu dem Arzt. იქნებ სასაფლაომდე მიგვიყვანოთ. სასაფლაო ირგვლივ დანაღმული გვაქვს. მხოლოდ ერთი ვიწრო შესასვლელია დატოვებული. Ze zullen ze toch vinden, hè? დღეს თუ არა ხვალ მაინც იპოვნიან, ათქმევინებენ, სადაც იმალებოდნენ. Kan men dwingen. შენის თანებს ათქმევინებენ. მაგათ ვერა. Blijkbaar wil je ons allemaal aan de galg hebben.
შეჭერდი ამ დღეს. Gestern wurde am უშინ სოფლის ბოლოს იპოვეს გერმანელი ოფიცრის გვამი. ეს დანაშაული საკუთარი სისხლით უნდა ზღოს კუნძულის მოსახლეობა. Herr Offizier! Herr Offizier! Ich habe Ihnen etwas zu sagen. Im Namen Gottes. ბატონო ოფიცერო, სიტყვა მაქვს თქვენთან ღვთის სახელი. Nun, was hat Ihnen denn Ihr Herrgott aufgetragen, Schwester? რა დაგაბარათ წმინდაო დაო ჩემთან უფალმა? Ich weiß, dieser Befehl lässt sich შეწყნარებას არ აქვს ხო? ვიცი ეს ბრძანება არ შეიცვლება. hat jemand სოფელში ვიღაცა მოკლა თქვენი ოფიცერი, მაგრამ ამათ ხომ არ მოუკლავთ? Aber die sind es nicht gewesen, die ihn umgebracht haben. Für einen richten sie 5. Schauen Sie sich diese jungen Menschen an. ერთისთვის ხუთს აღკლავთ. Erst beginnen wollen. აგრე იყოს, მაგრამ დაინდეთ ახალგაზრდათა უცოდველი სული. Sie diese unbefleckten Jugendliche sehen. ნება მომეცით მივმართო ხალხს. Ich bin ein მე თანახმავარ. Gelovigen, aanstonds zal voor uw ogen het ღვთის მოსავებო, ახლა თქვენ თვალწინ ჩაქრება 5 ახალგაზრდა სიცოცხლე. dat jonge bomen ვთხოვოთ ბატონ ოფიცერს, სოფლის უხუცესების დაღლილი სულები მიიღოს ამ ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ. vermoeide zielen te ontnemen aan de 5 oudste dorpsinwoners. 5 Minuten bedenkzeit. 5 წუთი მოფიქრებისათვის. Zuster, wacht u even. Ik ben de oudste uit deze omgeving. Als er iemand is die gaat... იცით, მე ამ სოფელში ყველაზე ხნიერი ვარ. Herr Offizier, ich wohne hier, gar nicht weit. In diesem Haus. მე აქვე ვცხოვრობ აი იმ სახლში. ახლავე მოვა. Sofort. Und wer ist der Zweite? მეორე ვიღაა.
Ben ek. შემდეგი. Nächste. Ich komme schon. Ich komme. Ich bin schon da. Anhängen. Offizier, nehmen Sie mij voor de geïoniseerde. Nehmen Sie mij doch doch, laat hem toch gaan met... Mein Einverständnis betraf nur die არა. ჩემი თანხმობა მხოლოდ ჰოლანდიელებს ეხება. Laat hem toch met rust. Neem mij dan toch. საქართველოში ახლა ალბათ ალუშა და ბალი შემოდის. 7 ნოემბრის დღესასწაული იყო ნუგზარ. მოსკოვში პარადისი უნდა ჩატარებულიყო როგორც წინათ ომამდე. В этот день ни один вражеский самолет не должен видеть земли московской. ასეთი იყო ბრძანება. შემდეგ გავიგებ ანაკში ჩვენ შეგვისრულებია ეს ბრძანება. კი, მაგრამ ტყვეთ როგორ ჩავარდიაბა? გაჭრილი ვიყავ. თუმცა ყველა ასე ამბობს ხოლმე. ჩამოგაგდეს. გადმოვხდი. ტარანი ხომ გაგიგონია? ტარანი გაგიკეთეს. 17-18 წლის იქნებოდა. კი გახსოვს შენოდა. დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. მე მაგათ თვალებში არასოდეს შევციცინებდი სიბიტობიძია და რა ვიცი ვის რა ფერი თვალები ჰქონდა. არ მომკლავ. იღვია საწყალბად. სურათი ამოიღო. და იქნებოდა ალბათ. გეიქეც თქვა. ოთხი. აცხამ კითხა. ვერ გივიგე. გაშფასაწყალი. აჯანყებულთა ბატალიონის მეთაურის ცოცხლად შეპყრობისათვის ჯილდო 100,000 გულდენი. Einpacken, warte, was? Los, Diamant, die Ecke. Oh! Ja, so. Hoppla! Vorsichtig. Jetzt kommt er durch. Immer weiter geradeaus. So. Gut. Ach, so. Ich will mal aber auch schon mal was hier sagen. Mach doch ein bisschen offen, Mann. Los, ab, Jungs.
ნუ გეშინია ბუჯა. სადაცაა გათენდება? მალე მოლოზნები ჩამოივლიან და მოლოზნებამდე ბიჭო. მიქელ გაბრიელი ჩამოივლის. გელა. რა? ვითომ გაიგებენ ჩვენები ასე კაცურად რომ მიხოცებით. გაიგებენ. აბა რა? ჩიტი ჩაუტანს ამბავს რა? მე და შენ ჩაუტანთ ბუჯა. მე და შენ. ჩემს მე და თუ ხარ? აბა გაუგია და ეგა. გელა, მოდი ერთი შენი მოქარგულიენით. მიწერე წერილი ჩვენს მთავრობას. დაუტოვე ახაურებს და რა იცი ეგება? გელა. ივწერ ბუჯა, ივწერ. ახლა მე მიწერე. ფანქარს ხანჯალივით სულთან დაათრებდა. მიწერე. კი არ გემასხრები ბიჭო. ეს შემისრულე თუ ძმა ხარ. ლამაზად აწერე ბიჭო და მეც მოვაწერ ხელს. ჩემო სამშობლო. ალბათ ოდეს მიიკითხავ შენი შვილების ამბავს. მაგრამ არ ვიცით შეიტყობ თუ არა. გემის დაუბვას თოლიები მერე ხვებიან ნაპირზე. მაგრამ ჩვენში ალბათ თოლიათ არავინ დარჩა. ტყვეობა უფრო მძიმეა ვიდრე ცეცხლის ხაზი. მაგრამ ტყვეობა გმირობა არა. გმირობა ბრძოლის ველზე სიკვდილი. არც ჩვენ მომკვდარ ვართ ტყვეებად. ჩვენც ბრძოლის ველზე დავიხოცენით. ჰოლანდიის მიწაზე ჩვენ სამშობლოს ვიცავდით. შენ ნამუს ვიცავდით. მოგწონს გუჯა? გუჯა? დამთავრდა ომი. სამშობლოსაკენ ბრუნდებოდით გადარჩენილი ნომრები. ტალღებს იქით დარჩა კუნძული ტექსელი, სადაც ერთ საძმოს საფლავში წევს 565 ქართველი ვაჟკაცი. დრო გადის. დავიწყებას ეძლევა მრავალი სადგივარი. და მაინც წლიდან წლამდე ყოველ 4 მაისს ტექსელის მთელი მოსახლეობა ჭირისუფლად დადის ქართველთა სასაფლაოს. და ჩვენც, ვისაც გვეღირსა სამშობლოში დაბრუნება, არასოდეს დაგვავიწყდება ჩრდილოეთის ზღვაში მიკარგული ჯვარცმული მიწის ნაჭერი, სადაც წვანან ჩვენი დაღუპული ძმები და ძმათნაბიძები, სადაც დაიხერხა ჰოლანდიური ცაცხვები ქართულ კუბოებად.